Glocavt ყველას გაძლიერდით სულიერ წინსვლა. ჯანმრთელობა სულიერი ხორცელი მინდა გისურვოთ. უამრავი ბრძოლა გვაქვს, უამრავი არის ხელუთუხილავი რა თქმა უნდა ბრძოლები, მაგრამ მიუხედავად ამისა დამარცხებების მიუხედავად მაინც ნელ-ნელა მივდივართ წინ. აი უკვე მალე ერთ კვირაში თითქმის 7 დღეში აღდგომაც იქნება. რა თქმა უნდა ეს ბრძოლები მარხვაში და ხსნელშიც არ გვაკლია. მართალია დამარცხებები მცირეები ბევრია, მაგრამ კარგია თუ დიდი გამარჯვება მოყვება მერე, ხო? ზოგჯერ არის ხოლმე ესე რომ აეწყობა მცირე დამარცხებები და მერე უკვე დიდი გამარჯვება, მერე ისევ დამარცხება, მერე ისევ გამარჯვება და ასე შემდეგ. რა ვქნათ, აი ესე რიტმულად მივდივართ წინ. ნელ-ნელა მცირედ ვიაროთ წინ. სწორად და მართლად ვინც მიდის, ის პოულობს სულიერ საზღვრს. და სულიერად წონასწორდება. მარხვაში მთავარი ისაა, რომ ადამიანი სულიერად გაწონასწორდეს. გაწონასწორდეს სულიერად გაბალანსირდეს მის სულიერი ძალები. იმიტომ რომ მარხვაში ადამიანი კი არ უნდა გამოვიდეს წონასწორობიდან და კი არ უნდა აერიოს და აიშალოს სულიერად და ხორციელად, კი არ უნდა დაუძლურდეს. პირიქით უნდა დააწყნარდეს, დამშვიდეს, განიწმინდოს მარხვით და ლოცვით ყველა ნეგატივი მისგან გავიდეს, დაბალანსირდეს, გაწონასწორდეს და ქრისტეს მიერი წონასწორობა პოვოს. აი ეს ახალი აღთქმის წონასწორობა ქრისტეს მიერი, ჯვარის მიერი. ხო, ჯვარის მიერი წონასწორობა პოვოს. ეს არის ის წონასწორობა, რომელსაც ქრისტიანული წონასწორობა ჰქვია. და ეს სიმშვიდე, ეს გაწონასწორებულობა, ეს თვითკონტროლი აუცილებლად თავის კარგ შედეგებს მოიტანს. და ეს მინდა რომ გისურვოთ. სულიერად თავი დავიმდაბლოთ. რა თქმა უნდა, მერთან უნდა ახლოს ვიყოთ. ცუდი კარგი უნდა გახდეს უკეთესი, შემდეგ საუკეთესო. სულ მუდამ უნდა ვილოცოთ, უწყვეტად ვილოცოთ. ვითხოვოთ შველა ღვთისაგან. მერთო შეგვეწია, უფალო შეგვეწია, უფალო იესო ქრისტე ძე ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი, უნდა ვილოცოთ ხშირად, მოზღვის კურთხევით. ჩვენ ძალიან მძიმე დროისა და სივრცის ცოდვით დამძიმებული, თორემ უფალმა ყველაფერი კეთილად შექმნა პერიოდში და კონტინუუმში ვართ, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ გამოსავალი არ არის. ყოველთვის უფალი ადამიანს აძლევს გამოსავალს. ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან, ნებისმიერი ჩიხიდან. აი ეს არის გზის გახსნა, რომ რაც შენ არ შეგიძლია და ჩიხს ხედავ და ვერ გადის, ხედავ გასასვლელს ლაბირინთიდან და ჩიხს ხედავ და დაბლოკილ რაღაცა მდგომარეობს. აი იქ უფალი მეორეს ნუთქვას გიხსნის, განგაახლებს, განგამტკიცებს. შენ სულ სხვა უცებ გზას გიხსნის და ეს არის ზუსტად ის, რომ სადაც ღმერთი არის, იქაც გზა ხსნილია და აუცილებლად გამოჩნდება გამოსავალი. ყველა მძიმე მდგომარეობებიდან, რომლებიც არ გვაკლია, ხო? რა ვქნათ, ეხლა ესეთ მდგომარეობაში ესეთ ცხოვრება გვაქვს, რომ სულ ყოველი დღე გადატანაზეა, ბრძოლაზეა, რომ რაღაცნაირად გადააგორო, შვიდად იყო, ეცადო, განადიდო უფალი, შვიდად იყო, შეინარჩუნო თვითკონტროლი, უკეთესი გახდე, აღიარო შენი ცოდვები, მოინანიო. რა ვქნათ ეხლა, ვინ არის მცოდველი? ხო, ყველანი ცოდვილები აქვს. ამიტომ მოვინანიოთ, უნდა ამ ცოდვებით ხوار უნდა ვიაროთ, თანდათან მძიმდება ადამიანი ამ ცოდვებით. ხო, კენჭი კენჭს ემატება, ლოდი ლოდს ემატება და მძიმდება ვეღარ დადის. თავისუფლების ხარისხი ცოდვებისაგან დამძიმებულ ადამიანს ვეღარ აქვს. ამიტომ თანდათან უნდა განთავისუფლდეს, იმიტომ რომ მარხვა, ლოცვა, პირველ რიგში თქმა უნდა ზიარება, რომლის დროსაც ეზიარება ადამიანი და ყველა ცოდვა მიეტევება მას, დაიწვება ეს ნეგატივი და განეიტრალდება. ამიტომ აი ეს რო არ ხელფეხ შეკრულება, რო არ ვიაროთ, უნდა ხშირად ეზიაროთ, აღსარება ვთქვათ, განთავისუფლდეთ ამ ცოდვის ბორკილებისაგან. ხო უნდა ვიაროთ ეს შებოჭილებმა და დაგლახებულებმა. რა თქმა უნდა არა. უნდა განთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან. ეს მოსაცილებელია, რაც გვიშლის ხელს, რაც ღმერთს გვაშორებს და რაც ხელს გვიშლის წინსვლაში, ის ყველაფერი მოსაცილებელია. ადრეს მithქვია, ჩვენ კი არ ვირჩევთ უფალს, უფალმა აგვირჩია ჩვენ, უფალმა გამოგვირჩია ჩვენ. უკვე როდის, სანამ ყველაფერი იცის, სანამ გაგვაჩენდა, მანამდე გამოგვირჩია ჩვენ. იმან დრო გამოგვირჩია, იმიტომ გამოირჩიეთ ჩვენ მერე შედეგად, თორე პირველი გამომრჩეველი ის არის, ის გვირჩევს ჩვენ. და ის არის
სულიერი შებორკილი ადამიანის გზის გამხსნელი. ის არის ადამიანის კვნესისა და ტანჯვის და მისი ლოცვის და ტკივილის შემსმენელი. მას ესმის. ჩვენ ვართ ხოლმე სულიერად, ასე ვთქვათ, უხეში და სულიერად ზოგჯერ წაუყურებთ ხოლმე, ზოგჯერ არ უშვებთ ჩვენთან აი იმ დარდს, იმ ასე ვთქვათ, თანატანჯვას, თანაგანცდას, გაჭირებულის თუ ასე შემდეგ სულიერი ადამიანის თუ ცხოველის თუ ბუნების თუ ჩვენ ვართ სასტიკები ხშირად, თქვენზე არ ვარ, საერთოდ ჩვენ ხდება ხოლმე, ხო? ან წაუყურებთ, ხან იგნორს უკეთებთ, ხან რაღაცა გულციობას, გულსის სასტიკობას ვიჩენთ, სიცივეს, დაუნდობლობას, გაუცხოებას ვიჩენთ, თორე უფალი ყველაფერს ისმის, ყველა ამოხრა იცის მან ადამიანის კვნესა, ყველა ტანჯვა, ყველა ლოცვის, ყველა ფრაზა, ყველა ბგერა იცის უფალმა. და მას მდიდარია უფალი ძალიან. ურავის ნუგონია რამე არა აქვს და რაიმე არ შეუძლიან, არ უნდა რომ ის ყველაფერი აქვს. ვერ წარმოგვიდგენია ჩვენ ეს წვეთი მე მილიონები ვერ წარმოგვიდგენია რა არის სასუფლებელი და რა შეუძლია უფალს. უკვე იქ ჩვენთვის რა აქვს და აქჯერ რა შეუძლია რომ მოგცეს. ამიტომ ითხოვდე და მოგეცეთ თქვენო ნათქვამია. ეძიებდა ყოვოთ, ირეკლეთ და განგიღოთ. ვინც ეძიებს საუბრად იპოვის და ვინც ითხოვს აუცილებლად მიეცემა. პროპორციულად საზომისა მისი ჭურჭლისა. მიეცემა აუცილებლად აქ ყველა ადამიანს არ არჩევს უფალი. გულწრფელად ხოველ ადამიანს არ თანამდებობით გამოარჩევს, არც მისი ქონებით და არც რაღაცა გარეგნულობით და არც გარეგნულობით და არც ჩაცმულობით და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით ადამიანური ფაქტორი ჩვენ გვაქვს ხოლმე რომ ადამიანი რაღაცა ესე სხვანაირი რაკურსით უყურებს. სეცის თვალი, უფლის რაკურსი სულ სხვაა. ჩვენი გზები სხვაა, უფლის გზა სხვაა. ამიტომ უფლის გზები ჩვენთვის მიუწვდომელია. რასაც ვიმსახურებთ, იმას კი არ ვიღებთ ჩვენ. ჩვენ რასაც ვიმსახურებთ, ის რომ იმას ვიღებდეთ, მაშინ სულად იქნება საქმე. ჩვენ ვიღებთ იმას, რაც უფლის წყალობით მოდის, მოწყალე და კასტლუყარია, თორე ჩვენ რასაც ვიმსახურებთ, რას ლაპარაკობ? ვინ გაუძლებს იმას, რასაც ვიმსახურებთ, ის რომ მივიღოთ. ამიტომ გაუმსახურებლად გვაძლევს წყალობას, მოუმზადებელ, დაუმსახურებელ ადამიანებს აძლევს საჩუქარ დაუმსახურებელ და მოუმზადებელ ადამიანებისთვის საჩუქარ წყალობას, როგორც მოულოდნელ და დაუმსახურებელ ზღვენს უფლის ქრისტეს შეუძლია ეს მარტო, იმიტომ არ ვიცი ჩვენ სხვა ღმერთი განდა ქრისტესა და მას შეუძლია, იმიტომ რომ ჩვენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩვენ ვართ ერნი შენი, ხო ამას ვამბობთ და მოამბობთ ქრისტეას ჩვენ შორის ჩვენთან რა ღმერთი და ასე შემდეგ ის ყველაფერი. ანუ ის ამბობს რომ მე გამოგირჩიეთ თქვენო. მე გამოგირჩიეთ სოფლიდანაც აგამაღლეთო, ასე ვთქვათ, აგამაღლეთ, აგიყვანეთ სოფლიდან, რომ ამ სოფელში კი არა ხარ თქვენ გაზავებული რაღაცა. ამ სოფლიდან გამოგარჩია თქვენ უფალმა. და ზრუნავს იგი თავის სამწყსოზე, როგორც მეცხვარეულის თავის სყვარს წყემსი, ულის თავის სყვარს, ხო? წყემსი ასევე ულის უფალი, სულიერი წყემსი არ ულის, რა თქმა უნდა ულის. და როცა ჩვენ შევღაღადებთ, ჩვენ ვართ შენიერი ვართ უფალო და შენ ხარ ღმერთი ჩვენი, როგორ ფიქრობთ, არ მოგხედავს და არ იზრუნებს ჩვენს და გზას არ გაგუცნის, ნუ იქნება ეს, რა თქმა უნდა მოგხედავს და გზას გაგუცნის, აუცილებლად. ამიტომ როდესაც ვაღიარებთ მამას, ზეს და სულიწმინდას და მოუხმობთ მას, იგი აუცილებლად სანამ ვიტყვით უკვე, მაგრამ როცა ვაღიარებთ და გულით ვუხმობთ, ჩვენს გადარ სარჩენად იღწვის და ლოცავს და გვივლენს საოცარ განგებულებას და გზას ხსნის, რასაც ყველა დღესასწაულებიან ჩათვლიან, შემდეგაც გისურვებთ და მრავალი წელი, მრავალი დღესასწაული და მრავალი კეთილი დღეები ქონოდეთ თქვენს ერთად და ყველას წარმატება, ბედნიერება, სულიერი წინსვლა, ფარველი ანგელოზი ამას სოფელში სულიერი სიხარული ქონოდეთ, რა თქმა უნდა პირველ რიგში რაც შედეგად იწვევს ხილულსა და ხორციელ სიხარულსაც, ქრისტიანული სიხარული, ქრისტიანული ვთქვათ ბედნიერება, ქრისტიანული სულიერი სიმდიდრე რაც შედეგად და ქრისტიანული სულიერი ჯანმრთელობა რაც შედეგად შემდეგ იღებს ისე როგორც საჭიროა, იყავ ნება შენი, მე არ მომო ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ცუდად იქნება, არ ვიცი. როგორ არის ნათქვამი, იყავ ნება შენი, ვისაც სათაშინა, ეგრეც ქვეყანაზე და იქნება ისე, როგორც მამაოჩონოში წერია. ხო? და განვიხილოთ, აი განვარჩიოთ ის და როგორ იქნება ეს უფალმა იცის. ჩვენ ვერ დაუპროგრამებთ. ვერც თარიღებს, ვერც დროებს, ვერც ფორმებს, ასე ვთქვათ, წყალობისა
ვერცხლისწყალობის ამა თუ იმ რაღაცა ჩვენთვის სასურველ გამოვლინებებს ვერ დავაპროგრამებთ ჩვენ. მოულოდნ ვერც დროს, როდის იქნება რა იქნება. ვაცადოთ, ვილოცოთ. როგორ არის სარწმუნოება კონდეს, სასოება, ანუ იმედი და სიყვარული კონდეს. ხო? ვაცადოთ. ვილოცოთ მოუკლებლად, უწყვეტად ვილოცოთ. მუდამ მადლობდეთ ყველაფრისათვის ღმერთს და სიხარული ავცებთ შემოვა და მუდამ გვიხაროდეს. რასაც ყველას გისურვებთ. აც და მარადის და უკუნით უკუნისა და ამინ.